მიწა ნება, საიდუმლო რევოლუციური საზოგადოება. პირველი შემადგენლობა 1861-1864 წლებში. საზოგადოების ინსპირატორები იყვნენ ალექსანდრ ივანოვიჩ ჰერცენი და ნიკოლაი გაბრილოვიჩ ჩერნიშევსკი. მიზანი იყო გლეხური რევოლუციის მომზადება. ორგანიზატორებს შორის იყვნენ ნიკოლაი ობრუჩევი, ივან შამშინი, ალექსანდრ სლეპცოვი, ვასილი კუროჩკინი, ძმები ნიკოლაი და ალექსანდრა სერნა-სოლოვიევიჩები. იდეოლოგები ალექსანდრ ივანოვიჩ ჰერცენი და ნიკოლაი პლატონოვიჩ ოგარევი. რუსი ოფიცრების კომიტეტი იყო სამხედრო ორგანიზაციის ნაწილი პოლონეთში. მიწა ნება მოიცავდა დაახლოებით 3000 ადამიანს. 1862 წლის 7 ივლისს სამეფო ხელისუფლებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ორგანიზაციას, დააკავეს მისი ლიდერები ჩერნიშევსკი, ნიკოლაი სერნა-სოლოვიევიჩი და რადიკალური ჟურნალისტი ფიოდორ პისარევი. 1863 წელს